მარიკა არევაძეს ვხედავ და მას გავესაუბრები. მინდა რომ სამართლებრივი შეფასება გთხოვოთ, არა როგორც პოლიტიკოს. მინდა რომ უთხრათ მაყურებელს თუ გახსენდებათ ოდესმე თქვენი პრაქტიკის განმავლობაში ან თუ გაგიგიათ, რომ წინსწრება დაკავებენ ადამიანებს. აი მსგავსი პრაქტიკა თუ გაგიგიათ დღეს ქართული ოცნების სამართალდამცავი სტრუქტურა ახალი სიმაღლეები მოხსნა უკანონობის, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად გაიტაცა პოლიტიკური ლიდერი, გაიტაცა ქუჩიდან და ამას დაარქმევს ცოტა ხანში სავარაუდოდ ადმინისტრაციულ დაკავებას. რადგან იმ სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებითაც ხვალ პროცესი უნდა გაიმართოს, თავისთავად ეს საქმე აბსურდია, მაგრამ ამ აბსურდული საქმის ფარგლებშიც კი არ არსებობდა არანაირი მოცემულობა იმისა, რომ დღეს მისი დაკავება მომხდარიყოს სისხლის წესით, რადგან პირველი ფორმალურად ჯერ გირაოს გადახდის ვადა არ არის გასული და მეორე აღკვეთი ღონისძიების ცვლილებას სჭირდება სასამართლოს განჩინება. შესაბამისად ამ ადამიანებმა რაღაც არაფორმალურმა დაჯგუფებამ პოლიტიკური ლიდერი ქუჩიდან გაიტაცა და ეხა რაღაცა უქმებს დაწერენ და მისცემენ იმდენად შეფასებას თითქოს და მოხდა დაკავება. არავინ ამას რა თქმა უნდა არ ჭამს და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა.